მოგესალმებით თანამებრძოლებო. დაიისიც UFC Fight Night-მა ჩაიარა, სადაც თავისი მეორე ბრძოლა ჩაატარა ალექსანდრე თოფურიამ. და რა ბრძოლა იყო ეს? ალექსანდრემ უბრალოდ სხვა დონეა ჩვენა კაზახ მებრძოლს. საოცარი მებრძოლია ალექსი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან იდენტური სტილი აქვს ილიასთან. ალექსანდრე უფრო გამოზომილი და სუსტი მებრძოლია. მისთვის თავარი ნოკაუტი არ არის, მისთვის გამარჯვებაა თავარი. ჩემი აზრით ალექსანდრე ამ წონის მომავალი ჩემპიონია უდაოდ. მოგეხსენებათ ამ წონაში ჩემპიონის ქამარი მერაბს ეკუთვნის, თუმცა ერთმანეთთან ჭუბს რა თქმა უნდა არც ერთი არ აპირებს. ჯერ მაინც ადრია ალექსის ქამარზე საუბარი, რადგან წინ კიდევ რამოდენიმე ჭუბია ტოპ 15-ში. ხოლო შემდეგ სავარაუდოდ მერაბი შეიცვლის წონას, როგორც ეს ადრე თქვა ინტერვიუში. თქვენ რას ფიქრობთ? როგორ განვითარდება მოვლენები და როგორი მომავალი ელის ჩვენ მომავალ ჩემპიონს UFC-ში? ახლა კი მოგიყვებით, რა რეაქცია მოყვა ალექსის ბრძოლას და რა ხდებოდა ზოგადად ქართველი მებრძოლის გარშემო. გაიმზადეთ ჩაი, ოკალათით სავარძელში. ჩვენ ვიწყებთ. ილია თოფურია სოციალურ ქსელში თავისი ძმის ალექსანდრე თოფურიას გამარჯვებას გამოეხმაურა. მადლობა ღმერთს, კიდევ ერთი გამარჯვება მოვიპოვეთ. ძალიან ამაყი ვარ შენი ძმაო, მთელი შენი შრომა დაფასდა. წერს ილია. ხოლო გურამ ქუთათელაძემ ინსტაგრამზე დაწერა. მადლობა ღმერთს, მძიმე შრომა ფასდება. ვინც იცის, იცის. აჭრელებულია ექსით, სადაც ყველა მეორე თოფურიაზე საუბრობს, რომელიც ამჟამად ბანთამ ვეიდების კოშმარი გახდება. დაველოდოთ რა რეაქცია მოყვება ალექსის ბრძოლას. ძალიან საინტერესოა, ვინ იქნება მისი შემდეგი მეტოქე. სავარაუდოდ UFC-ც უფრო დაინტერესდება ალექსით ამ ბრძოლის შემდეგ. რას ფიქრობთ? უნდა ველოდოთ ვინმეს ტოპ 15-დან? რაც შეეხება ამ ქარდს, საოცრად სანახაობრივი ქარდი გამოვიდა. უამრავი ნოკაუტებით, თან როგორი ნოკაუტები, თუმცა ყველაზე გამორჩეული ნოკაუტები მაინც ჰორიგუჩის და ორლბას ჰქონდათ. ჰორიგუჩიმ უბრალოდ გადაუარა დაღესტანელ მებრძოლს და ხაბიბის გუნდეს, ტაგირ ულანბეკოვს. ხოლო ორლბამ ჯეკ ჰერმასონი უბრალოდ უგონოდ ერთი იდეალური დარტყმით გათიშა. ამ ბიჭზე ისედაც საუბრობდნენ. ახლა კი ნამდვილად უდიდესი ნაბიჯი გადადგა ტოპებში წინ წასაწევად. რაც შეეხება მთავარ ჭუბს, არმან ცარუკიანმა დომინანტურ სტილში დაამარცხა დენ ჰუკერი და ილია თოფურია გამოიწვია. რას ფიქრობთ, იმსახურებს არმანის სატიტულო ბრძოლას თან ილიასთან? როგორც იცით, ცოტა ხნის წინ ილიამ არმანს შეუთვალა, რომ მას სატიტულო ბრძოლას არ აღირსებდა. ვინც არ იცით, pound for pound-ი მებრძოლების სია, რომლებიც წონის და მიუხედავად საუკეთესოებად ითვლებიან. ხოლო მას შემდეგ, რაც ისლამ მახაჩევმა ჯეკ დელა მადალენა დაამარცხა და ქვესაშუალო წონის ჩემპიონი გახდა, MMA-ის მთავარი ორგანიზაციის pound for pound რეიტინგი განახლდა. რეიტინგის ლიდერი აქამდე მსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი ილია თოფურია იყო. ახლა კი ლიდერობა ისლამ მახაჩევმა გადაიბარა. ესია დღესდღეობით ესე გამოიყურება. ისლამ მახაჩევი, ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი, ჩიმაევი, ალეხანდრო პანტოჟა. საოცარი შედეგია, როცა ორი ქართველი იკავებს ესეთ მაღალ პოზიციას ამ ტოპში. და დარწმუნებული ვარ, ილიას ერთი ჭუბი სჭირდება, რომ ისევ პირველ ადგილზე გადაინაცვლოს. რამოდენიმე დღის წინ ისლამ მახაჩევმა საჩემპიონო ბრძოლაში დაამარცხა ჯეკ დელა მადალენა და ორი წონის ჩემპიონი გახდა. რასაც რა თქმა უნდა ილია თოფურია გამოეხმაურა და სოციალურ მედიაში განაცხადა. ჯეკს მთელი შეკრება სჭირდება მარტო ჭიდაობისთვის. რაიმედგაცრუებული ჩემპიონია. ჯობია საქართველოში ჩახვიდე და რაღაც მაინც ისწავლო. ისლამ შენის გჭირდება, ისი ვარჯიშის შეუძლებელია, ემოცია. შენ ყველაზე მოსაწყენი ხარ ამ სპორტში. ყოველდღე უფრო მეტად ვარ დარწმუნებული, რომ დაგაძინებ. წერს ქართველი ჩემპიონი. ფერას ფიქრობთ, უშველის მადალენას ქართულ ჭიდაობას შესწავლა დაღესტანელებთან ბრძოლაში. ილიას პასუხი დაუბრუნა თავად ისლამ მახაჩევმაც და ინტერვიუში თქვა, რომ მასაც სურს ილიასთან ჭუბი. პასუხი თოფურიას? ტრავმები და სერიოზული დაზიანებები არ მიმიღია. მზად ვარ. ვინც არ უნდა იყოს შემდეგ მწყობრში ვარ. მარტივი იქნება, აღნიშნა მახაჩევმა. როგორც კი ისლამა მადალენა დაამარცხა, ხალხმა აქტიურად დაიწყო ამ სუპერბრძოლაზე საუბარი და რეალურად რომ დავფიქრდეთ, დღეს მართლაც რომ არ არსებობს უფრო საინტერესო და დამაინტრიგებელი ბრძოლა, როგორც ისლამი ილიას ბრძოლა. ეს კითხვა დაუსვეს დენა ვაისას და მან თქვა: არ ვიცი, ბევრი ვარიანტია. ყველაფერი ისლამის გეგმებზეა დამოკიდებული, აღნიშნა ვაიტმა. ჯეკ დელა მადალენასთან დამარჯვების შემდეგ, მახაჩევმა აღნიშნა, რომ თეთრ სახში სურს ბრძოლა. როგორც გაიგებთ, ცოტა ხნის წინ თავად დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას UFC-ის ღონისძიების ჩატარება თეთრ სახში სურდა. თავად მებრძოლები კი ოვალური კაბინეტიდან გამოვიდნენ ჭუბის. რა თქმა უნდა, ეს ისტორიული მოვლენაა და მსგავსი მასშტაბის ივენთი მე არ მახსენდება. ხოლო სფეროს ივენთი, რომლის ჰედლაინერის გახსოვთ მერაბ დვალიშვილი იყო. ჯერ არაფერია დაზუსტებული, თუმცა ამ ქარდზე ბრძოლა აბსოლუტურად ყველა მებრძოლს სურს. თავისი მზადყოფნა მერაბ დვალიშვილმაც გამოთქვა, ილიამაც.
ხოლო ისლამმა თავის ბრძოლის შემდეგ ინტერვიუში თქვა, რომ შემდეგ ბრძოლა თეთრსახში სურდა. ნახოთ რა იქნება ჯერ მარტო ეს სუპერ ბრძოლა რა არის და შემდეგ ამ ბრძოლის თეთრსახში ჩატარება სრული სიგიჟე იქნება. მაგრამ ისლამის მწვრთნელს და ამ სპორტის ლეგენდას ეს იდეა არ მოსწონს. ხაბიბ ნურმაგომედოვს კითხეს, რას ფიქრობდა ამ იდეაზე, რაზეც მან უპასუხა. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იჭუბებს თეთრსახში. თუ ისლამი იქნება, ეს ჩვენთვის დიდი მოვლენა გახდება. პირადად მე თუ მკითხავთ, არ მინდა რომ მან თეთრსახში იჭუბოს. რატო? უბრალოდ არ მინდა, აღნიშნა ნურმაგომედოვმა. როგორც გამოჩნდა, ისლამი ამ წონაში თავს კარგად გრძნობს. მან ინტერვიუში თქვა, რომ ყველაზე მარტივი წონის კლება ჰქონდა და ზოგადად კარგად გრძნობს თავს. ამ წონის ტოპს რომ გადავხედოთ, დიდად მისთვის პრობლემურ მეტოქეს ვერც ნახავთ. თუ არ ჩავთვლით შავკატ რახმონოვს. არ ვიცი თქვენ რას ფიქრობთ, თუმცა მე მაინც ვაძლევ მას შანსებს ისლამთან ბრძოლაში. შავკატმა ბრძოლის მერე არ დააყონა და სოციალურ ქსელში დაპოსტა. ულოცავ ისლამს, კარგი ჭუბი იყო. თუმცა ნამდვილი გამოჩნდა ქვესაშუალო წონაში მისთვის მე ვარ. ორი სიტყვით UFC 122-ის ქარზე რო ვისაუბროთ, ძალიან დატვირთული და სანახაობრივი აღმოჩნდა. თავი გამოიჩინა ბონი კალმა, რომელმაც ულამაზესი ნოკაუტით დაამარცხა ვიეირა. ძალიან ცუდი ნოკაუტით დათმო ბრძოლა ყველასთვის საყვარელმა და გიგას მეგობარმა ბენილ დარიუშმა ბენუა სენტ-დენისთან. ყოფილი ჩემპიონი ლეონ ედვარდსი ასევე ულამაზესი ნოკაუტით დამარცხდა ახლა უკვე UFC-ს ვარსკვლავთან, კარლოს პრატეშთან. ხოლო მედიაში ვიდუსწლოდ ცელდება ეს ძალიან სასაცილო მონაკვეთი ჭუბიდან. სასტიკი ნოკაუტით დაამარცხა შონ ბრედი მაიკლ მორალესმა, ხოლო ვალენტინა შევჩენკომ, რა თქმა უნდა, არაფრით არ დათმო მისი ქამარი, ჟანგ ბეილისთან. ამ ქარდის თავარ ბრძოლას გამოეხმაურა მერაბ დვალიშვილიც და ისლამს გამარჯვება მიულოცა. ულოცავ ქვესაშუალო წონის ახალ ჩემპიონი, ისლამ მახაჩევს დამსახურებულად, წერს დვალიშვილი სოციალურ ქსელში. ხოლო ვინც არის 7 დეკემბრის UFC 123-ზე თავად მერაბი გამართავს მის ბრძოლას პიოტრ იანის წინააღმდეგ და მისი ქამრის ზედიზედ მეხუთე დაცვა შეეცდება. მიუხედავად იმისა, რომ მერაბმა იანი ერთხელ უკვე დაამარცხა, მაინც არღის იანის ჩამოწერა, რადგან იანი ამ წონის ერთ-ერთ საუკეთესოდ რჩება. შეგახსენებთ, რომ მერაბის შემდეგ იანმა 3 ბრძოლა გამართა და 3-ვეში დამაჯერებლად გაიმარჯვა, თუმცა მერაბზე და იანზე შემდეგ ვიდეოში ვისაუბრებ. ასევე განვიხილავთ თუ რატომაა იანი მერაბისთვის ყველაზე საშიში ოპონენტი. სულ ეს იყო დღეისთვის. როგორც ხედავთ, ცოტა ხნიანი პაუზის შემდეგ დავბრუნდით და გვირდებით, ამიერიდან ვიდეოებს არ მოგაგლებთ. სულ მალე დაელოდეთ ძალიან საინტერესო ვიდეოს ილიაზე. შემდეგ შეხვედრამდე, თქოთ გამოიწეროთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და დააკომენტარეთ.